25 ივლისი, ორეგონის შტატი, ქალაქი ვატერლო. წარმოიდგინეთ და ჩვენს გვაქვს აქ ვატერლო. წამოვედი სათევზაოდ, ორაგულზე. გავემზადე, როგორც საჭირო იყო, წამოვიღე ამდენი პურმარილი, აღერა ამდენი ხიზილალა მე ვენატრება. ეს შრიმპები სხვადასხვა ფერი მიწის ის არის რა ქვია, შრიმპი. ყველაფერი ვეცადე, მაგრამ არ გამოვიდა რა. აგერ რამდენი 5-6 საათია, ერთი დარტყმას არ ქონდა. წაგიყვანთ ახლა და გაჩვენებთ სადაც ვითევზა. დავხუროთ ეს, მოგვიწევს ცოტა სიარული. აი შეხედეთ. დინარესთან. უბრალოდ ეს უცებ მომივიდა თავში რომ გავაკეთო ესეთი რაღაცა. დინარესთან ჩასასვლელი, პარკინგი. და ტუალეტი. თავის სანაგვე ვედრით. დიდი კასრით. გაკეთებულია აბრები. რა უნდა გააკეთოს მეთევზე? შესასვლელშივე ხეზი არის მიკრული. ეს პატარა შევიდეთ. პატარა წყალვარდნიხან ჩაჩქერიც არ ქვია პრინციპში. ეს თითქმის ყველა ქალაქს აქვს ესე გარშემო ასეთი დასასვენებელი ადგილები. ან შეხედეთ მაგიდა თავის კამებით და ის არის კიდევ წვადის შესაწვავი ისინია. გრილს რო ეძახით, უფრო სწორედ მაყალს. კამერა ეხლა ანყალებს, იმიტომ რომ არასწორი ადგილია და მე ის არა მაქვს, რა ქვია, სტაბილიზატორი რო გავასწორო. ჩანჩქერთან მომიწია თავიდან, იმიტომ რომ დილით როცა მოვედი, ჯერ მარტო მე ვაპირებდი 5 საათზე წამოსვლას დღეს და სეტყვა მოვიდა. მერე სადღაც რვისთვის დავიძარი, წამოვედი და უკვე გამშრალი იყო. მაგრამ ხალხი დამხვდა, აქ ვინც ახლო ცხოვრობს, მე მომიწია სადღაც 65 კილომეტრის გამოვლა. ესეთი, შეხედეთ, რა სიმაღლე ხეები. პილიკები აი ეს არის, რა ქვია, არავით არის, რა ქვია, გრაველი ან რაღაცა, ჩვეულებრივად, ბუნებრივად არის, სპეციალურად თორე ამათ რა გაუჭირდებათ. ასფალტს დააგებენ, ის კი არა მარმარილოს ფილებს იმას იზა. აქ რამოდენიმე ჩასასვლელია და მე მიგიყვანთ იქ, სადაც თავიდან შევედი. იმიტომ რომ აქ პირველად არა ვარ. ჩვენი ბრაუნინგი, ჩვენი კლუბიდან, მონადირე ჯიდან იყო ჩემთან 3 წლის წინ და ვითევზავეთ ერთად აქ, მაშინაც არ გაგვიმართლა. მაგრამ ძალიან ლამაზი ადგილია. ეგზევით სადე ქვირითი, ორაგულის ქვირითი თავის შრიმპებთან ერთად სენდვიჩს რო ვეძახით, მასეთები გავაკეთე. ორმაგი სადავე ერთი ტვირთზე, მეორე თვითონ სატყუარაზე, მაგრამ არაფერმა იყვნენ აქ, სხვებიც იყვნენ მოსულები და წავიდნენ. ახლა სადღაც შუადღის 12 საათია. მაგრამ აზრი არ აქვს და ამდენი საათია წვალობ და ერთი დარტყმაც რო არ არის, ჯობია დაიხურო ხუდი და წახვიდე. ამიტომ ეს ვიდეო გადავწყვიტე გადამეღო, რადგან სურათები ბევრი გაქვს, ანახე. იგივე ადგილია, იგივე პეიზაჟები. ამიტომ ამითი დავკმაყოფილდეთ ამჯერად. არა უშავს. ყველაზე მთავარი, ძალიან მძიმე ნახევარი წელი მქონდა მუშაობ თითქმის ყოველდღე და რომ იტყვიან, ჩემმა გულმა გაიხარა, გამოვედი და სადღაც ეს 4-5 საათი ჩემს გემოზე გავერთე და დავჯექი ჩანჩქერთან და იქით ქვებზე ვიჯექი, ზევით სადაც გადმოდის წყალი და აი ეს შხეფები რომ მოდის ხმაური, კაციშვილის ჭაჭანება რო არ იყო და დავისვენ. წავალ ახლა სახლში და მოგიტანთ ამ ვიდეოს
ფორუმზე, რომელსაც ქვია club-monadire.g. შემოგვიარეთ, ვნახეთ, ძალიან ბევრ საინტერესო ინფორმაციას ნახავთ. დროებით